აფეთქება მოხდა ბრიუსელის აეროპორტში გავრცელებული ცნობით ორივე აფეთქება ამერიკის ავიახაზების გამშვებ პუნქტთან განხორციელდა. არიან დაჭრილები დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება რამდენიმე დაღუპულის შესახებაც. აეროპორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. აეროპორტის საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული და ის დახურეს. გადადებულია ყველა რეისი. აფეთქების ტალღამ აეროპორტის მინების მსხრევა გამოიწვია, მოქალაქეები პანიკაში არიან. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ზავენტემის აეროპორტის ტერმინალიდან კვამლი ამოდის. ბრიუსელის აეროპორტში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა ფრენა ამ დროისთვის გაუქმებულია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ მომხდარ ფაქტს უკვე უკავშირებენ სალეჰ აბდესლამის დაკავებას, რომელიც 4 დღის წინ განხორციელდა. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელიც 4 დღის წინ ბრიუსელში აიყვანეს. მომხდარის დროს აეროპორტში იმყოფებოდა მოამბი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელიც ბოლო ინფორმაციით და მომხდარის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩაგვერთვება. ქეთი, გესმის ჩვენი? ქეთი, რა ვითარება ამ დროისთვის და შეგიძლია თუ არა რომ მოგვიყვე დეტალები რა მოხდა? კი, აფეთქება მოხდა დაახლოებით 8 საათსა და 5 წუთზე ადგილობრივი დროით. აფეთქება იყო აეროპორტის ზავენტების ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელში პირველივე სართულზე კაფეებთან და იმ ნაწილში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ავიახაზების ბილეთების პუნქტი მდებარეობს. იმ მომენტში იმ ნაწილში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ისევე როგორც მთელ აეროპორტში, ვინაიდან დილის საათებია და ყოველთვის ტრადიციულად ეს პერიოდი დატვირთულია რეისებით ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი. აფეთქება მოხდა და განმეორებითი, კიდევ უფრო მეტად ძლიერი აფეთქება მოხდა დაახლოებით რამდენიმე წამში, ისე რომ ადამიანები, რომლებიც იქ ძალიან ახლოს ვიყავით, შემთხვევის ადგილთან ვერც მივხვდით თუ რა ხდებოდა. უცბად დაიწყო პანიკა, ყვირილი, ბავშვების ტირილი და ხალხმა დაიწყო ქაოსურად აქეთ-იქით სირბილი. შეგახსენებთ, რომ როდესაც აეროპორტში დაახლოებით 9 საათის წინ მივედი, შეიარაღებული ჯარისკაცები პატრულირებენ მას შემდეგ, რაც პარიზში ტერაქტი მოხდა და როგორც ეხლა ამბობენ, მათ არაფერი საეჭვო ჩანთა მიტოვებული არ უნახავთ, მაგრამ როდესაც მე გავიხედეთ აი ამ ბილეთების პუნქტის წინ რაღაც აფეთქდა, ანუ იყო რაღაც ჩანთა, რომელიც აფეთქდა და რომელიც მერე სასწრაფოდ გაიტანეს. უამრავი ადამიანი იყო და ძირითადად დაზარავდნენ ადამიანები, ანუ მე რაც დავინახე ჩემი თვალით, იმ ნამსხვრევებით, რომელიც აეროპორტის სახურავიდან ცვიოდა. შემდეგ მოვიდნენ ჯარისკაცები და დაახლოებით 5 წუთში გასცეს ბრძანება და აცხადებდნენ ასევე, რომ ევაკუაცია იყო და უნდა გავსულიყავით აეროპორტის მარცხენა მხარეს. ანუ ამ სიტუაციაში ძალიან ქაოსი იყო და პანიკა. ამ წუთის მონაცემებით ჩვენ გაგვიყვანეს ყველა მგზავრი ასაფრენ ბილიკზე და გვითხრეს, რომ რამდენ ხანს ვიქნებით აქ არავინ იცის, ავტობუსებით მოხდება გაყვანა ადამიანების და მგზავრების მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნება. თუმცა ასევე გვაფრთხილებენ, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და ნებისმიერ წუთს უნდა ვიყოთ მზად განმეორებითი აფეთქებისთვის. ესეც კი გვითხრეს. ქეთი, როგორია შენი მდგომარეობა? ძალიან რთული იქნებოდა, როდესაც სავარაუდოდ ტერაქტს, აფეთქებას შეესწრები. საინტერესოა, როგორ არის ახლა შენი მდგომარეობა, როგორია შენს გვერდით მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა, არის თუ არა პანიკა კიდევ თუ შედარებით დაწყმარდა სიტუაცია? არის პანიკა, მარიამ, საშინელი პანიკაა, ეს იყო აი რა მართლაც რაღაც კატასტროფა. მე კინოში თუ მინახავს მსგავსი კადრი, რაც ჩემი თვალით დავინახე და იმ წუთას იყო პანიკა და იმ წუთას იყო საშინელი სიტუაცია აეროპორტის პირველივე სართულზე. ანუ იმ ადამიანებისთვის, ანუ ჩვენთვის, ვინც უშუალოდ რამდენიმე მეტრი გვაცილებდა ამ აფეთქების ადგილს. ამ დღეების განმავლობაში ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ საფრთხე არის
მაგრამ აცხადებდნენ ასევე, რომ უმაღლესი ზომები არის მიღებული უსაფრთხოების და პროკურორის ბოლო განცხადებით, მას შემდეგ რაც ავდესლამის დაკითხვა მოხდა და მან თქვა, რომ აეროპორტი და ბრიუსელიდან აპირებდა ახალი ტერაქტების მოწყობას, ახლა აი ადამიანები, ადგილობრივები აქ ამბობენ, რომ განსაკუთრებული ზომები პირველ რიგში აეროპორტში უნდა მიეღოთ, მაგრამ დიახ, ქეთი, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაღუპულის შესახებ. შენ თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია, შენი თვალით მე დავინახე მარიამ მხოლოდ დაჭრილები. მე დავინახე დაჭრილები და მოვასწარი რამდენიმე ფოტოს გადაღება, ვინაიდან აგვიკრძალეს შემდეგ ფოტოების გადაღება ჯარისკაცებმა და გვაიზულეს, რომ გავსულიყავით მარცხენა ნაწილში. მე დაღუპული ჩემი თვალით არ მინახავს. მე ვნახე დაჭრილები დაახლოებით 10-მდე ადამიანი. გასაგებია, ქეთი და სად იმყოფები ამ დროისთვის შენ და ვინ არის შეთართ? ყველა მგზავრი, რადგანაც რეისები არის გაუქმებული, ყველა მგზავრი გაგვიყვანეს გარეთ ასაფრენი ბილიკების ტერიტორიაზე, მობილიზებულია სამხედროები არიან მობილიზებული, პოლიცია და ანუ არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ გადავაადგილდეთ და რა თქმა უნდა ჩაკეტილია აეროპორტის შესასვლელი, ანუ გარეთ გასვლის საშუალებაც არ გვაქვს. მადლობა ქეთი, ჩვენ შენ გამოშვების მსვლელობისას კიდევ ერთხელ დაგიბრუნდებით. ეს იყო სატელეფონო ჩართო ჩვენი კორესპონდენტის ქეთი ქარდავასი, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებას თავად შეესწრო. ის ამ დროისთვის საფრენ ბილიკზეა ევაკუირებული სხვა მგზავრებთან და მოქალაქეებთან ერთად. აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა ბრიუსელის აეროპორტში. ეს იყო ორი აფეთქება ამერიკის ავიახაზების გამშვებ პუნქტთან. პანიკაშია მოქალაქეები, მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია აეროპორტიდან. მობილიზებული არიან იქ სამართალ დამცველები და მიმდინარეობს დაწყებულია უკვე მომხდარის შესახებ გამოძიება. Terminal, you can see a wall to the right. This you would imagine on their telephones, telling their loved ones that they are safe. A great. მომხდარი ორი აფეთქების შედეგად არიან დაჭრილები, მედიის საშუალებით ინფორმაცია ვრცელდება ასევე რამდენიმე დაღუპულის შესახებაც, თუმცა ამ დრომდე ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია. აეროპორტში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. აფეთქებამ მგზავრებში პანიკა გამოიწვია. ამ დროისთვის აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მომხდარი აფეთქება უკავშირდებოდეს სალეჰ აბდესლამის დაკავებას. ეს არის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელიც 4 დღის წინ დააკავეს და სწორედ მას უკავშირებენ მედია საშუალებები მომხდარ აფეთქებას, თუმცა ზუსტი მიზეზი შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ამ დრომდე უცნობია რა მოხდა ბრიუსელის აეროპორტში. Prosecute